საღამოშვიდობისა ტელეკომპანია ბორჯომის ეთერშია დღის ქრონიკა. ახალ ამბებს მე მაია მამასტარაშვილი გაგაცნობთ. დღევანდელ გამოშვებაში ნახავთ. ცენტრალური ბიუჯეტიდან ბორჯომში სტიქიით დაზარალებული სოფლებისთვის 9 მილიონი ლარი გადმოირიცხა. რატომ არ იხდის ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადს ბორჯომში მოქმედი სასტუმროებისა და მცირე ბიზნესის ნაწილი? კორტანეთში მცხოვრები მოსახლეობა დაზიანებული ხიდის შეკეთებას ითხოვს. ბორჯომში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი გამოიყო. სამსოფელში დვირში, საკირესა და ტაძრიში 11 ივნისის სტიქიამ გზები წაიღო და საცხოვრებელი სახლები დააზიანა. დღეს საკრებულოს ხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა და აღნიშნული 9 მილიონი ლარი ადგილობრივ ბიუჯეტში აისახა. ასევე 100.000 ლარი გამოიყო სახელფასო ფონდიდან. სავარაუდოდ საჯარო მოხელეების სახელფასო დანამატი შემცირდება. მაქსიმალურად შეიკვეცება კულტურული ღონისძიებები. დღეს მქონდა რიგარეში ხდომა, რომელიც იყო განპირობებული. იცით, რომ ზედა ზონის სოფლებში საკირე გვარი ტაძრიში მოხდა სტიქიური უბედურება. ცენტრალურმა ბიუჯეტმა გამოგვიყო 500.000 ლარი ჩვენი გამგებლის დიდი გულისხმიერებით და იცით თბილისის ამბები, მაგრამ მაინც მოიძებნა ბორჯომის რაიონისთვის და პირველ რიგში ეს ცვლილება მოვახდინეთ, რომ გადატანილი იქნას ეს 500.000 ასახული იყო ჩვენ ბალანსზე. რაც შეეხება გამგებლის გადაწყვეტილებით და მთელი მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ფონდიდან მოიხსნება 100.000, რომელიც დაემატება იმ აუცილებელ ხარჯებს, რომელიც დღეს განვიხილეთ. პირველ რიგში შეეხება ეს 500.000, რომელიც წავა სტიქით დაზარალებულს გამოცხადდება ტენდერი. მივიღეთ გადაწყვეტილება სპორტ დარბაზები გარემონტეს ჩვენ სკოლებში. ეს არის ბაკურიანის სკოლა, ეს არის პირველი საშუალო სკოლა და შემდეგში ვფიქრობთ ასეთ ღონისძიებების გატარებას. კორტანეთში მცხოვრები მოსახლეობა სოფელში არსებული ხიდის შეკეთებას ითხოვს. ხიდის ზედაპირი იმდენად არის დაზიანებული, რომ მასზე გადაადგილება სახიფათოა. როგორც ადგილობრივები იხსენებენ, ხიდი 35 წლის წინ გაკეთდა, მისი სრული რეაბილიტაცია ამ ხნის მანძილზე არ მომხდარა. თუმცა პერიოდულად ხიდის ზედაპირი იცვლებოდა. რა იცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნულ პრობლემაზე და რას პირდება გამგებელი კორტანეთში მცხოვრებლებს, ნახეთ სიუჟეტში. ეს სოფელ კორტანეთში არსებული ხიდია. ეს ერთადერთი სამანქანო ხიდია, რომელიც სოფელს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს. იმის გამო, რომ ხიდის ზედაპირი მთლიანად დაზიანებულია, მასზე გადაადგილება მოსახლეობას რისკის ფასად უწევს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდს საფუძვლიანი შეკეთება სჭირდება. 5 წელია. 5 წლის მერე აღარ გაკეთებულა. მოიტანეს დამპალი სოჭის ფიცარი და დააგეს და დალპა ჩქარა. გასვენება ქონდა სოფელში და ჩვენ გავაკეთეთ სოფელმა, რომ მანქანები გამოსულიყო. ძალიან საშიშია, ჩატყდება და რა დროს ჩატყდება არავინ არის. ფეხით მოსიარულეებთან ერთად კორტანეთის ხიდზე გადასვლა უჭირთ მანქანებსაც. ადგილობრივები ხიდზე დატვირთული ავტომანქანებით გადასვლას უკვე ერიდებიან. დიდი მანქანებით ვეღარ გადავდივართ რა. ფაქტიურად ვეღარ გადავდივართ. და პატარა მანქანით კიდე შესაძლებელია რომ არ ჩავარდები მაინც რომ რაღაცა იყოს. სულ წყალში თორე ისე ვიცარი რომ გაწევს და მანქანა დაზიანდეს კი ბატონო. მანქანას ჩავარდნილა დაჟე წყალში ჩავარდნილა საერთოდ. რთული მდგომარეობა საშიშია. მე პირადად ერთხელ მანქანით გამოვიარ ჩავარდნი. იცის თუ არა სოფელში არსებული ეს პრობლემა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. კორტანეთში ამბობენ, რომ ოფიციალურად არავისთვის მიუმართავთ. მიმართვით პირადად შეიძლება მე არ მიმართავს, მაგრამ რომ მოდიან და ხიდს ხედავენ, რომ ასეთი რაღა მიმართვა უნდა, ხო ფაქტია, რომ ასეთია. როცა გამგებლად ამირჩიეს, შედგენილი ხარჯაღრიცხვები, რომელ პროექტებშიც კორტანეთის ხიდი არ იყო. ეტყობა გამორჩენილი იყო, არ ვიცი. რატომ არ მოხდა გასულ წელს კორტანეთის ხიდი ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტეტებში გაურკვეველია. თუმცა ცნობილია ის, რომ ხიდის რეაბილიტაცია არც 2015 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. ხიდი არ არის გათვალისწინებული, მაგრამ პროექტი თუ იქნება, ჩვენ ბიუჯეტში პერიოდულად გვაქვს ხოლმე რაღაც თანხები გამოთავისუფლდება, ნაჭარბია ხოლმე რაღაც გარკვეულ მუხლებში. და როგორც კი პროექტი გაიქნება, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ამ თანხას კორტანეთის ხიდის რეაბილიტაციისკენ მიმართავთ. რა ნაწილ-ნაწილ შეკეთება, ანუ სრული რეაბილიტაცია. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ თუ საპროექტო დოკუმენტი დაიდება წესვე, მოხდეს კორტანეთის ხიდის რეაბილიტაცია.
გამგებელი ხიდის პროექტს ელოდება. მოსახლეობა უსაფრთხოდ გადაადგილებას და ხიდის შეკეთებას. ამ მოლოდინში კი ხიდის ზედაპირი კიდევ უფრო ლპება და ზიანდება. როგორც აღმოჩნდა, ბორჯომში არსებული სასტუმროების და მცირე ბიზნესის ნაწილი ქონების გადასახადს ბორჯომის ბიუჯეტში არ იხდის. აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად დღეს გამართულ რიგგარეშე საკრებულოს ხდომაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნაზე იმსჯელეს. დეპუტატების გადაწყვეტილებით შეიქმნება ჯგუფი, რომელიც საკითხს დეტალურად შეისწავლის და დადებს იმ ბიზნეს ორგანიზაციების სიას, რომლებიც ბორჯომში დარეგისტრირებული არ არის. ხდომაზე ისაუბრეს იმაზეც, რომ ბორჯომის ბიუჯეტი დიდ თანხებს კარგავს. არის რამდენიმე უბრალოდ ბევრი ორგანიზაცია, რომელიც აქ ბორჯომში ფუნქციონირებს, არის სასტუმრო, არის რესტორნები და სხვადასხვა ორგანიზაციები, რომელიც ასე ვთქვათ ბიზნეს საქმიანობას ეწევა ბორჯომში, თუმცა სამწუხაროდ არ არის რეგისტრირებული ბორჯომის საგადასახადო ინსპექციაში, შესაბამისად ქონების გადასახადი, მიწის და ქონების გადასახადი იქნება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, თქვათ ახალქალაქში, თქვათ თბილისში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ჯგუფის უშუალო საქმიანობა იქნება ის, რომ მოიძიებს ამდაგარ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში და რომლებიც არ არიან რეგისტრირებული და შემდეგ წარმართება სხვადასხვა ტიპის საქმიანობები, სამუშაოები, ისე რომ იმ ადამიანებმა თავისი ასე ვთქვათ გადასახადები გადმოიტანოს ჩვენ საგადასახადო ინსპექციაში და შესაბამისად თანხები შემოვიდეს ადგილობრივ ბიუჯეტში. დღეს ქრონიკის ბოლოს კი ვნახოთ ხვალინდელი ამინდის პროგნოზი. 8 ივლისს ბორჯომში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 17, მაქსიმალური კი 29 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს დილით 10 საათზე ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება. ნალექი შეწყდება 13 საათისთვის, სითბო 28 გრადუსი დაფიქსირდება. 29 გრადუსი იქნება 16 საათზე, 19 საათზე კი 26 გრადუსი. 17 გრადუსამდე დაიწევს ტემპერატურა 22 საათზე. ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში. მზიანი ამინდი იქნება 9 ივლისს, ტემპერატურა 32 გრადუსი. 31 გრადუსი დაფიქსირდება 10 ივლისს. ხრუბლიანობა მოიმატებს და 26 გრადუსამდე გათბება ჰაერი 11 ივლისს. 23 გრადუსამდე დაიწევს სითბო 12 ივლისს. 28 გრადუსი დაფიქსირდება 13 ივლისს. ასეთი იყო ამინდის პროგნოზი. შეგახსენებთ, ტელეკომპანია ბორჯომი ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. ტელევიზიაში მოქმედებს ცხელი ხაზი. შეკითხვებისთვის შეგიძლიათ დაარეკოთ ტელეფონზე 22 30 40 ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10-დან 18 საათამდე. ასეთი იყო ახალი ამბები დღეისათვის. სიუჟეტების ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებ გვერდსა და Facebook-ის გვერდზე. მე გემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.